მოგესალმებით, მე ირინე ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია თესეუს პროფესორი, ფსიქოთერაპევტი ლადო გამსახურდია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო და ესეთი რთული თემა შევარჩიეთ სასაუბროთ, ეს არის დედების და ქალიშვილების ურთიერთობა. რატომ არის რთული პატარა შესავალს გავაკეთებ და შემდეგ მოგცემთ სიტყვას, რომ ჩვენს კულტურაში patriarchal კულტურაში, ქართულ კულტურაში დედის კულტი არსებობს, რაც ასეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დედობა თავისთავად ძალიან მაღალი სტანდარტის მატარებელი მოცემულობა. თუმცა მეორეს მხრივ ამის მიღმა იკარგება ხოლმე რაღაც სინამდვილეები, რაღაც ფსიქოლოგიური ნიუანსები და პატერნები, რომლებიც სინამდვილეში, რომლის ცოდნაც შემდეგ ადამიანის განვითარებაში უნდა ეხმარებოდეს და რომლის მიჩქმალვაც და რაღაცა სინამდვილის არაღიარება შეიძლება ბარიერი აღმოჩნდეს ჩვენი განვითარების გზაზე. ეს ძალიან ზოგადად. ეხლა კონკრეტულად პირველი კითხვით დავიწყოთ, რომ რას უნდა გულისხმობდეს ოპტიმალურ ვარიანტში დედობა და აი სად მრუდდება ხოლმე ეს გზა, ან როგორ შეიძლება გამრუდდეს ეს გზა. ჯერ დავიწყოთ ოპტიმალური, იდეალური ვარიანტით, ან ოპტიმალური ვარიანტით. რას მოიცავს თავში დედობა? იმიტომ ბევრს გონია, რომ აი დედობა უბრალოდ ბიოლოგიური მოცემულობა, გაუჩნდა შვილი, გახდა დედა. ეს ასე არ არის ფსიქოლოგიურად. გამარჯობა პირველ რიგში, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. სიამოვნებით ვისაუბრებ ამ თემაზე, იმიტომ რომ ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. რომელიც ერთის მხრივ ზედაპირზე ტივტივებს და მეორეს მხრივ საკმაოდ მგრძნობიარე ემოციურ სიმებს ეხება და ამ თემაზე საუბარი არც ისე მარტივია ბევრი ადამიანისთვის. სრულად გეთანხმებით, კვლევებიც აჩვენებს, რომ დედა ზოგადად მთელ მსოფლიოში რომ მნიშვნელოვანია ვიცით, მაგრამ ისეთ კულტურებში, როგორიც არის ქართული და კონკრეტულად საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დედა როგორც სიმბოლო და როგორც სახე ჩვენი ქართული ეთნოკულტურული იდენტობის ბირთვული ნაწილია და ეს სიმბოლურადაც არის რეპრეზენტირებული ჩვენ სივრცეში, ქართლის დედა, ქართულ ენაშიც გვაქვს სიტყვები დედაბოძი, დედაენა, დედამიწა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ვიზრდებით და ცნობიერადაც და დედაარსი. ხო, დედა, ხო. ნამდვილად. აი თითქოს ჩვენ ცნობიერადაც და არაცნობიერადაც გამჯდარი გვაქვს ძვალში და რბილში, სისხლში, უჯრედულ დონეზე ლამის, მეტაფორულად რომ ვთქვათ, დედის მნიშვნელობა, რომ არ ვილაპარაკოთ უფრო ტრივიალურ სადღეგრძელოებზე და ესე ვთქვათ, ყოფით მეტყველებაში დედის მნიშვნელობის შესახებ საუბარზე. და აქვე უნდა ვთქვა, ცოტა ირონიულია, რომ გინებაში სწორედ დედას ატრიალებს ქართველი კაცი ყველაზე მეტად და ეს შეიძლება რაღაც ქვეცნობიერი აგრესიაც იყოს, მაგრამ მან არ წავიდეთ, ეს უბრალოდ რეპლიკა იყო. მაგრამ ესეც მგონია რაღაც ბმაში არის, რაღაც ფუნდამენტურ გადაუჭრელ ჭიპლართან, მაგრამ არ წავიდეთ მან და დავბრუნდეთ სადაც. მაგ მიმართულებითაც შესაძლებელია ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციების გაკეთება, თუმცა მაგ კუთხით კონკრეტული კვლევა ამ წუთას არ მიმაგრებს, მე როგორც წესი ვცდილობ ხოლმე თუ რამეს ვიტყვი, დავეფუძნები კონკრეტულ აკადემიური კვლევის მონაცემს. მადლობა. აქედან გავდენ რომ დედის მნიშვნელობა ცალსახაა, თქვენ ახსენეთ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები. მინდა შევნიშნო, რომ ბიოლოგიურ დონეზეც კი არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახალდაბადებული ბავშვი ლამის თავიდანვე ამის შესახებ ჩვენ ვერ გვექნება სტატისტიკური მონაცემები, იმიტომ რომ შეუძლებელი ამაზე ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ არსებობს გარკვეული დაკვირვებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბავშვი ლამის დაბადებიდან უკვე ცნობს დედას და სახის ნაკვთებით გამოარჩევს სხვადასხვა ბებია ქალისგან და სხვა დამსწრე ადამიანებისგან. ინსტინქტურად, ფაქტიურად, ასე ვთქვათ, ფსიქოფიზიოლოგიურ დონეზე არის ეს მაიდენტიფიცირებელი სისტემა ჩადებული. ისევ და ისევ გამიმეორებ ამის რაღაც, ასე ვთქვათ, სტატისტიკურად სანდო მონაცემი არ არის, მაგრამ არსებობს ასეთი დაკვირვებები და არაერთი კვლევარი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ასეა. ანუ ეს იწყება ძალიან ღრმა ბიოლოგიურ დონეზე, თუმცა შემდგომ, რა თქმა უნდა, ის თუ როგორი იქნება დედა არის საკვანძო და ფუნდამენტური მნიშვნელობის შვილების ან ნებისმიერ, მოკლედ აღმზრდელი როგორი იქნება, რომელიც ბავშვს გარს, ასე ვთქვათ, გარემოში ყავს მოცემული, ის ვინც მას ზრდის. ხშირ შემთხვევაში ეს არის დედა და მამა, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს ვინმე სხვა, დავუშვათ, ნაშვილები ბავშვის შესახებ შეიძლება ვისაუბროთ, დედობილი დავუშვათ, ხო?
ან დედინაცვალი, მამინაცვალი. ამიტომ ეხა პირობითად, როდესაც ვისაუბრებ დედაზე, ვსაუბრობ დედაზე, ადამიანზე, რომელიც ზრდის ბავშვს, რომელიც არის უმთავრესი მზრუნველი ადამიანი, რომლის ხელშიც იზრდება და რომელიც მართავს აღზრდის პროცესს, მოდი ესე ვიტყვი ტექნიკურად. დედა და დედის მიმართება ბავშვთან განაპირობებს იმას თუ როგორი, აი ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, რომ იმას ესეთი ხასიათი აქვს, ამას ესეთი ხასიათი აქვს. არსებობს შეხედულება თეორია, იგივე ობიექტზე მიმართული ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით, დედასთან ურთიერთობა განაპირობებს შემდგომ ჩამოყალიბებული დისპოზიციების და მიდრეკილებების, განსაკუთრებით რომანტიული და მეგობრული სოციალური ურთიერთობების დროს არსებული დისპოზიციების, ვთქვათ, ფუნდამენტურ ნაწილს. შესაბამისად, ის თუ როგორ მოექცევა დედა, უზარმაზარზე გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, მის ემოციურ სიმწიფეზე და სიჯანსაღეზე. კი, ანუ როგორც ამბობენ, დედა არის რაღაცა სარკმელი სამყაროში. მე თუ ვენდობი როგორც ჩვილი დედას, მე ვენდობი სამყაროს და პირიქით თუ ვერ ვენდობი დედას, ვერ ვენდობი სამყაროს. მოდი ვთქვათ, საიდან ყალიბდება ეს ნდობა. ერთ-ერთ თავიდან ინსტინქტურად ცნობს დედას და შეიძლება თავიდანვე ეს ნდობა არის ჩულში, მაგრამ რამ შეიძლება შებღალოს ეს ნდობა თუ ნელ-ნელა ყალიბდება ეს ნდობა. თავიდანვე არ არის ეს ნდობა. თავიდანვე არ არის. ბავშვი როდესაც იბადება, არის წმინდა სუფთა, ესე ცარიელი ფურცელი. სუფთა ფურცელი. ხო, ფაქტიურად თუ სუფთა ფურცელი არა, არც დიდად განსხვავებული სუფთა ფურცლისგან. ნუ თავისი გენეტიკური რა თქმა უნდა, თავისი გენეტიკური მიდრეკილებებით. თუმცა როგორც დაკვირვებები აჩვენებს, ჯერ კიდე დაბადებამდე მუცლად ყოფნის პერიოდში დედის მდგომარეობა, ფსიქოემოციური მდგრადობა, როგორ გარემოში მიმდინარეობს ორსულობა, რამდენ მშვიდად არის, როგორ ეპყრობა მას გარშემო მყოფი ადამიანები, პირველ რიგში ალბათ მეუღლე, მამა, ხშირ შემთხვევაში, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი გავლენას ახდენს უკვე იმაზე, თუ როგორ მომწიფდება ნაყოფი და შესაძლებელია ბიოლოგიურ დონეზე განვითარებასაც კი მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა. ასე რომ ეს დაბადებამდე იწყება. დაბადების შემდეგ თქვენ თავდაპირველ კითხვასთან ცოტა შორიდან მოვუარე, მაგრამ ფიქრობ კონტექსტი მნიშვნელოვანი იყო. რა არის დედის უმთავრესი მოვალეობები, ძალიან ზოგადად რო ვთქვათ და შემდეგ თქვენ სურვილი გექნებათ დავაკონკრეტოთ და მივყვეთ. ნდობა ახსენეთ. ერთი მშობლების და რა თქმა უნდა დედაც მათ შორის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბავშვს ჩამოუყალიბოს პირველი შთაბეჭდილება სამყაროს შესახებ. იმიტომ რომ როდესაც ბავშვი იბადება, მან ჯერ არ იცის როგორია სამყარო. არის ეს უსაფრთხო, მშვიდი, დაცული ადგილი, სადაც შენ შეგიძლია განვითარდე და უბრალოდ წყნარად იცხოვრო, ესე მარტივად ვიტყვი. თუ არის საშიში ადგილი, სადაც საფრთხეს გიქმნიან სხვა ადამიანები და შენ ფრთხილად უნდა იყო და უნდა დაიძაბო. იქიდან გამომდინარე თუ დედა რამდენად აქტიურად ჩანს ბავშვის ცხოვრებაში. აქცევს თუ არა მას ყურადღებას. თუ მობილურშია ჩაჩერებული და სკროლავს გაუთავებლად. ან საერთოდაც ეხლა დღევანდელ ეკონომიკურ, ისე ვთქვათ, თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში ასევე ძალიან ხშირია, რომ უბრალოდ იძულებულია მშობელი, დედაც, შეიძლება მამაც ხშირ შემთხვევაში რომ სახლში არ იყოს და დავუშვათ რამდენად ახერხებს დედა რომ შეინარჩუნოს შვილთან კონტაქტი. არიან დედები, რომლებიც საერთოდ არ უთმობენ, ან ვერ უთმობენ დროს. თუ ვერ უთმობენ, ეს ტრაგედიაა და თუ არ უთმობენ, ეს უკვე მე ვიტყოდი დანაშაულია, იმიტომ რომ ბავშვს ჭირდება ყოველდღიურად რამოდენიმე წუთი მაინც დედასთან კომუნიკაცია დაბადებიდან ფაქტიურად გარდატეხის ასაკამდე მიყოლებული ლამის, მაგრამ განსაკუთრებით პირველი თვეების წლინახევრის სადღაც 2-3 წლის ასაკამდე. განსაკუთრებით წლის წლინახევრის ასაკამდე. ამდენად ხა იდეალურ დედაზე თუ ვისაუბრეთ, ზოგადად იდეალურობის შესახებ საუბარი არ მიყვარს. ოპტიმალური მითხრა. ოპტიმალური. ხო, აი რაღაც პროგრამა მინიმუმი რომ ვთქვათ. დედა რომელმაც შეიძლება შვილს შესთავაზოს უპირობო სიყვარული, იმიტომ რომ არც ის არის გარანტირებული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ დედას უყვარდეს შვილი. იმიტომ რომ მშობიარობის შემდეგ დედას ეცვლება სხეული. ჯერ ხო ორსულობაც უცვლის სხეულს, იმატებს წონაში და ეხლა რაც არ უნდა ვისაუბროთ დაუშვათ სხეულის მიღებაზე, ჩვენს კულტურაში და მსოფლიოს არაერთ კულტურაში იმდენად არის გამჯდარი ეს სხეულის სტანდარტები, რომ ქალიც და კაციც დღეს უკვე, ესე ვთქვათ, ნერვიულობს საკუთარი სხეულის მოყვანილობაზე. ამიტომ დედას ქალს ქალი დედობამდე ქალია. კი ბატონო. და არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე, რომ დედაც ქალია. შესაბამისად, საკმაოდ ცნობილია პოსტსამშობიარო სტრესი,
დეპრესიაც არ ვიტყვი დეპრესიას, რომელიც შეიძლება დეპრესიამდე მივიდეს, თუ ამას არ მიეხედა და გარემო ხელი სტრესი. როგორც მინიმუმ სტრესი არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ხალი გააჩნია ხა კიდევ როგორ წარიმართება მშობიარობის პროცესი, საკეისროთ იმშობიარ, თუ რითი იმშობიარ, როგორ კვალს დატოვებს ეს სხეულზე, ინდივიდუალურია, მაგრამ ის რომ სტრესი როგორც მინიმუმ საშუალო დონეზე ხდება, ამას ალბათ ქალთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაადასტურებს. შესაბამისად, ქალები და ბავშვის გაჩენისთანავე დგანან გამოწვევის წინაშე, რომ ერთი მიიღონ თავისი სახეცვლილი სხეული და მეორეს მხრივ მათ ეკისრებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ბავშვის მოვლა ითხოვს დიდ დროს, რაც მათ სტანდარტული ცხოვრების მიმდინარეობას შეუძლებელს ხდის. ხო, ცვლის როგორც მინიმუმ. ფაქტურად არჩევანი აღარ არის, უნდა ეს პატარა ბავშვი, უზარმაზარი პასუხისმგებლობა, შენი შვილია, ამიტომ სიხარულის პარალელურად ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ქალს თუ მან თავისი სურვილით გააჩინა შვილი, ხას გავუსვამ, არ ვისაუბრებ ხა ძალადობრივ და სხვა სცენარებზე, თუ თავისი სურვილით აირჩია ბავშვის გაჩენა და მივიდა ამ ნაბიჯამდე, უხარია ამ ბავშვის გაჩენა, მაგრამ ამის პარალელურად აქვს ფოთვები, ისევ ლამაზი ვარ, ისევ მოვეწონები ჩემს პარტნიორს, ქმარს თუ ვინც არის, მოკლედ. საზოგადოებას ისევ შემომხედავენ დაუშვათ აქტაცები. საკუთარ თავს, მადლობა. მადლობელი ვიქნები თუ ქალური პოზიციიდან მე მაინც კაცი ვარ და სრულყოფილად ვერასოდეს ვერ გავიგებ ქალის ბუნებას. შესაბამისად, ეს ფოთვები მას ახლავს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, აი ამბივალენტური ემოციები არსებობს, როცა თან გიყვარს და თან ბრაზით შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ ის პატარა ახალგაჩენილი ბავშვი, რომელიც კი ვიცით რომ არაფერი შუაშია, კი ვიცით რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მაგრამ მაინც მიზეზი ტექნიკურად ის არის და შესაძლებელია ესე ვთქვათ, ბრაზი გაგვიჩნდეს, მცირე აგრესიაც კი გაგვიჩნდეს და საკუთარ თავში შინაგანი წინააღმდეგობა და ბრძოლა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვამბობთ, რომ დედას უყვარს შვილი, სიყვარულთან ერთად მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობები. აგრესიაც დავარქვა. შეიძლება. ოღონდ აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც წესი, ეს სუპერეგო ხო მოქმედებს ადამიანში და სოციუმისთვის ეს მიუღებელია, იმ ქალისთვისაც მიუღებელია ეს აგრესია და როგორც წესი, ჩემი აზრით და დაკვირვებით, ეს აგრესია მიდის ხოლმე ქვეცნობიერად, ანუ ითრგუნება, ცნობიერად შეიძლება ვერცად ცნობიერებდეს ამას, რას ვქვია, იმიტომ რომ მიუღებელია, მე არ უნდა მქონდეს, მე დედა ვარ, 100%-ით უნდა ვიყოს სიყვარულში ბავშვის მიმართ და აი ეს დათრგუნული და გაუცნობიერებელი აგრესია შემდეგ რომ სხვადასხვა სახეებს იღებს. სანამ აქეთკენ წავალ, ძალიან მინდა რომ აი ეს რო არ იყოს და არ ეგონოს ჩვენს მაყურებელს, რომ ეს უბრალოდ მსჯელობა და ძალიან კონკრეტულ რაღაცაზე ვსაუბრობთ, როდესაც დედა როგორც caregiver-ის ზრუნვის მიმწოდებელზე და შულზე ვსაუბრობთ, როგორ ყალიბდება ეს უბრალოდ ურთიერთობა კი არა, ამას ქვია მიჯაჭვულობის როგორ არის მიჯაჭვულობის ფორმები. მიჯაჭვულობის ფორმა, სტილი, ქართულად გაჩნია. კი ბატონო, სხვადასხვა მიჯაჭვულობის ფორმა არსებობს და აი ეს თუ შეგიძლიათ ეს ექსპერიმენტიც მოვყვეთ, როგორ მივიდნენ აი ამ ასე ვთქვათ დაკვირვებამდე და მიჯაჭვულობის სტილი როგორ გამოიყო ეს რაღაცა ბევრია, მაგრამ ძირითადი სამი, ხო? აი რაზეა საუბარი, იმიტომ რომ ფართო მაყურებელმა ეს არ იცის, სპეციალისტებმა იციან. აი რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს აი attachment style, ხო? მიჯაჭვულობის სტილი. აი როგორ ყალიბდება ეს და რას ნიშნავს? შესაძლებელია ძამრჩლად გამორცე და მიჯაჭვულობის სტილისკენ მივდიოდი აუცილებლად. მაგრამ ყველაფრის მიღმა დგას აი ეს უპირობო სიყვარული. და დედას კი შესაძლებელია გაცნობიერებული არ ქონდეს, ან შესაძლებელია ინტუიციურად გრძნობდეს კიდეც ამ ბრაშვილის მიმართ და როცა ვამბობთ კარგი დედა, რას ნიშნავს ოპტიმალური დედა, შესაძლებელია თვითონ ვერ მიხვდეს, მაგრამ უნდა მივეხმაროთ, რომ ეს გვერდითი ეფექტები მშობიარობის და ბავშვის შეძენის გაცნობიეროს, საჭიროების შემთხვევაში გარემო უნდა მიეხმაროს ამაში. და უპირობო სიყვარულს როცა მიაწვდის, უპირობო სიყვარულს გამმარტა. უპირობო სიყვარული გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, მათ შორის ბავშვი, გიყვარს უბრალოდ იმიტომ, რომ გიყვარს. ყოველგვარი პირობების გარეშე. არა იმიტომ, რომ მე დედის სტატუსი შევიძინო და მოვწიჭკო ანკეტა, რომ მე ჩემი კულტურა მავალებს დაოჯახება შვილის შეჯენას. არა. არც მოლოდინები მაქვს. არც მოლოდინები, არც გეგმები მასთან დაკავშირებული პროგრამა. არა, მე უბრალოდ მინდა უბრალოდ გიღებ ისეთი როგორ, ანუ გიღებ ჯერ პატუს ბავშვის მიღებას რა უნდა საყვარელი. როგორ არ უნდა? ბევრს პირის. ხო, მაგრამ შეიძლება ღამე არ ეძინოს.
უფრო ადვილია თოთო ბავშვის მიღების, ვიდრე ბავშვას გარდატეხის ასაკში მყოფი ან დასრული შვილის. ხო და აი ამ მიმღებლობის და სიყვარულის გაცემის, რომელიც საბოლოო ჯამში საფუძვლად ედება სწორედ ჯანსაღი ფორმის და ჯანსაღი სტილის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. მიჯაჭვულობა ზოგადად ქართულად არ მომწონს როგორი ნათარგმნია, მაგრამ ინგლისურად attachment-ია. არ ვიცი თავისუფლად რატო ითარგმნა მიჯაჭვულობად, ჩემს შეიძლება კავშირის ბმა, სწორი, ემოციური ბმის ტიპებია ეს. ემოციური ბმის ტიპები, იმიტომ რომ იგივე სიყვარულსაც კი განმარტავენ როგორც ბმად, გარკვეული ფორმის ბმად. და ეს ბმა რო ჩამოყალიბდეს და ჯანსაღი მიჯაჭვულობა. ამისთვის აუცილებელია, როგორც მანამ თქვი, რომ დედა იყოს მოცემული აქტიურად, თუნდაც მუშაობდეს, თუ ამის საშუალება არის. ხა ძალიან რთულია და მე არ მიყვარს ხოლმე რაღაც მორალისტური რეკომენდაციების გაცემა, რომ თავუთმე დღეში რაღაც 5 საათი, 1 საათი, 10 წუთი. საბოლოო ჯამში ზოგიერთი რეკომენდაციებით 5 წუთს ეხვეწებიან ხოლმე, რომ ყოველდღიურად 5-10 წუთი მაინც დაელაპარაკე შვილს. ერთი მარტო დედაზე არ არის ეს დამოკიდებული. მშვიდად უნდა იყოს დედა, იმიტომ რომ დედის ნერვიული დაძაბული სახეც კი გავლენას ახდენს თოთო ჩვილი ბავშვის განვითარებას. თუ დედა არის დაძაბული, ეს ბავშვს აძლევს სიგნალს, რომ გარშემო რაღაც წესრიგში არ არის. საფრთხეში ვარ. დედა საფრთხეშია, მეც საფრთხეში ვარ. დასაწყისში ბავშვი რო იბადება, პირველი თვეების მანძილზე დედისგან საკუთარი სხეული, საკუთარი მე არ აქვს გამოცალკევებული, ერთ ორგანიზმად აღიქვამს. ფსიქოლოგიური ჭიპლარი არ არის გადაჭრილი. არა. და კოგნიტურ დონეზე ფაქტიურად ერთფრთლიანობად აღიქვამს სამყაროს. მეს გამოყოფამდე ჯერ კიდე ძალიან შორია. სეპარაციამდე შორია, თუმცა კოგნიტურ დონეზეც ფაქტიურად ჯერ არ არის ჩამოყალიბებული განსხვავებულობის, ანუ გამომშრევება ჯერ არ არის დაწყებული, აღქმა არ არის შესაძლებელი. და ამ ეტაპზე ფაქტიურად თუ დედა ნერვიულობს და თუ დედა საფრთხეშია, მეც საფრთხეში ვარ. თუ დედა მოწყენი რაღაც არასწორი. მეტიც შესაძლებელია გვერდზე ვიღაცამ სხვას უყვიროს და ბავშვმა ეს თავის თავზე მიიღოს. ანუ ოპტიმალური დედობის შესახებ რომ ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ ოპტიმალური გარემოს შესახებ. არ არსებობს ერთი ცალკე აღებული ქალი, რომელსაც შეიძლება მოვთხოვოთ ოპტიმალური დედობა. მართალია. ანუ ეს არის მეუღლის პასუხისმგებლობას თუ ასეთის არსებობის შემთხვევაში ეს არის არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრების და გარემოს. ანუ ოჯახში უნდა იყოს, არ უნდა იყოს დისფუნქციური დინამიკა. ამაზეა საუბარი, ხო? კი ბატონო. ანუ ფაქტიურად ოპტიმალური დედის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ოპტიმალური გარემოებები და მას უნდა მიეხმარონ. რაც რეალურად მართლაც ითხოვს ფაქტურად რაღაცა ჭყალებში კულტის მაგვარი გარემო შექმნას ბავშვის გარშემო, იმიტომ რომ ორმაგ სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა არაფერი ისეთი არ არის ამ შემთხვევაში სასურველი, რაც ისედაც სასარგებლო არ არის ყველა ჩვენი დასრული ადამიანის ბედნიერი ცხოვრებისთვის, კეთილდღეობისთვის. და დედა, როდესაც არის მოცემული, ჯანსაღი ბმა მიჯაჭვულობის შესახებ რომ ვისაუბროთ, ბავშვს თან და თან პირველი თვეების მანძილზე, სადღაც 6 თვის ასაკამდე, განსაკუთრებით გრძნობიარე პერიოდია, უნდა ჩამოუყალიბდეს კავშირის და მიმართება საკუთარ მშობელთან. პირველ რიგში დედასთან, თუმცა მამაც მნიშვნელოვანია, ამაზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ. და იგრძნოს რომ ამ დედას ის უყვარს. აი ეს საინტერესოა, ეს სიყვარულის აღქმა ბავშვისთვის, ხო ეს ხო არ არის შეიძლება სიტყვებიც მოქმედებდეს, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ სიემდვილეში ბავშვი რას უყურებს და აი ჯანსაღი ბმის კრიტერიუმები რა არის, რო ვთქვათ, რომ არ ვიცი, რა შეიძლება, როგორ შეიძლება გავზავნოთ, საკვების დროული მიწოდება, დროული ასე იტირა მალევე, ჩახუტება, აი რა არის ეს კრიტერიუმი, როგორ გაიგოს ბავშვმა ეს სიყვარული? ბავშვი ამ სიყვარულის და უსაფრთხოების და დაცულობის განცდას იღებს ყველა წვრილმანი დეტალით, როგორც უკვე ვთქვი. დედას უნდა იყოს მაქსიმალურად შეძლებს დაგვარად მშვიდად, თუ გაღიმებულია და ბედნიერი და მშვიდად და მსუბუქად სუნთქავს კიდევ უკეთესი. და დედის ღიმილი არის პირველი სიგნალი. ჩახუტება ამ შემთხვევაში ხა მე რაღაც ფორმულას ვერ გავწერ. ყველაფერი. რა თქმა უნდა ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს, თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვები პირველი თვეების მანძილზე ისე მგრძნობიერად რეაგირებენ, რომ ხო თუ ბავშვმა უეცრად ტირილი დაიწყო, იმიტომ რომ 3 წამით სანამ მიაწვეს საჭმელი, ეს არ ნიშნავს რომ მას დაინგრა ეს არა ქვია ფსიქიკა, არა. იქ სადღაც უთანხმოებაც მოხდება, იქ სადღაც რაღაც დაძაბულ, სადღაც საჭმელსაც დაუგვიანებენ და სადღაც რაღაც მომენტში ჩახუტებაც შეიძლება ცოტა ხნით დაუგვიანონ. მაგრამ
საუბარია პატერნზე. სისტემურად უნდა იყოს ორგანიზებული. თანმიმდევრულად უნდა იყოს. აი მე რა სტატიებს წამიკითხავს, ყველგან წერია თანმიმდევრულობა და ხელმისაწვდომობა. ანუ დედა უნდა იყოს თანმიმდევრულად ხელმისაწვდომი. ის კი არა რომ ხანდახან კაი ხასიათზეა და დროულად აჭმევს ეხუტება და ყველა ასე ვთქვათ სენსიტიურია მის მიმართ და მე სხვა დღეებში უგულებელ ყოფს ეს ყველაზე რთული მოცემულობა. არავით აი ეს თანმიმდევრულად ხელმისაწვდომი არის ყველაზე გასაგები სიყვარულის ენა ბავშვისთვის ეს პატარა. ზუსტად ეგ მივიგულისხმე, სისტემურად ორგანიზებული გარემო უნდა იყოს, ისე რომ დედა იყოს ხელმისაწვდომი გასაგებად და გარკვეული სიხშირით. იდეალურ შემთხვევაში მუდმივად. კი ბატონო. თუ იდეალურ სიტუაციასთან არ გვაქვს საქმე, რაც შეიძლება ხშირად. და მეტიც პირველი თვეების მანძილზე ბავშვს არ აქვს მუდმივობის განცდა ჩამოყალიბებული, ის ობიექტები და დედა პირველი მეობიექტია და დედის ძუძუ, რომლისგანაც თუ აქვს ეს ბედნიერება და ძუძუს აწოვებს დედა, იმიტომ რომ ესეც ყოველთვის არ არის გარანტირებული სხვადასხვა მიზეზებით. ეს არის პირველი მეობიექტი, რომელთანაც ურთიერთობა ვითარდება და ფაქტიურად კერდი დედისა შესაძლებელია ბავშვმა მეტაფორა, სიმბოლურად ლამის ცალკე პიროვნება თაქვას და ეჩხუბებიან, ეთამაშებიან და აი ამ კერთან ურთიერთობაც კი მნიშვნელოვანია. მისაწვდომობა და მოცემულობა თუნდაც თუ რძე არა აქვს დედას, მაინც შესაძლებელია იყოს სასარგებლო, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ხო. დედის სხეულთან შეხება და არა მარტო დედის, მამის სხეულთან სხეულებრივი კონტაქტი ხელს უწყობს უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას და ამშვიდებს ბავშვს. სხეულებრივი კონტაქტი, საკვების მიწოდება, ჩახუტება, განსაკუთრებით შიშველ სხეულზე, თუმცა ეს ყოველთვის არ არის აუცილებელი და გარემოში უსაფრთხო სიმშვიდე და ის რომ მშობლები იყვნენ თვითონ ფსიქოლოგიურად სტაბილურები და თუ ეხა ყოველდღე გაბადრული სახით არ მოძრაობენ, ძირითადად ხშირ შემთხვევაში იყვნენ პოზიტიურ განწყობას და რაც თავია ბავშვი გრძნობს ყურადღებას. ყურადღება, ამთავა. თუ მშობელი ქრება, აი ხა გადავიდეთ. როცა აი თუ მშობელი არ არის მოცემული, აი თუნდაც რამდენიმე დღის მანძილზე შესაძლებელია ერთდღიანი დედის გაქრობაც კი თვალსაწიერიდან ბავშვმა აღიქვას დედის დაკარგვად. იმიტომ რომ ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული მუდმივობის განცდა ობიექტების და ის რაც მის თვალსაწიერს მიღმა აღარ არის ის შესაძლებელია აღიქვას საერთოდ გამქარავად. ანუ მუდმივობის განცდა ეს კარგად რო აღხსნათ, ანუ ბავშვი ვერ აღიქვამს, რომ ერთი დღით არის წასული. თუმცა ან დროს ვერ აღიქვამს. მისთვის ან არის და ეს არის მის ბედნიერება და არ არის ნიშნავს, რომ მუდმივ სიცარიელეში რჩება. საერთოდ არ არის. ანუ დროს ვერ აღიქვამს ბავშვი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩავარდნები, რომ უწევდე და გაქრა, რომ აისახება ბავშვს, ხო? და შეიძლება ტრავმა მიაყენოს. ტრავმა მიაყენოს. კარგი და ამ დროს მოდი ვისაუბროთ, აი როდესაც არ არის ერთი სხვი ხო თქვით, რომ ჯანსაღი მიჯაჭულ ვარ გვინდა ბმა, ხო? იყოს ყველა მაგას იყენებს და შეიძლება დავაბმიოთ. ჯანსაღი მიჯაჭულობის სტილი, იგივე ემოციური ბმის ტიპი არის ესე ყალიბდება და ახლა ვნახოთ აი შფოთვითი მიჯაჭულობის სტილი და განრიდების მიჯაჭულობის სტილი რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვი. თუ დედა გაქრა და გაქრობის ფორმასაც გააჩნია, იმიტომ რომ შეუძლებელია ბავშვი ისე გაზარდოს, დედა ხა გვერდზე ოთახში არ გავიდეს. თუ აქცენტირებლა ზოგ დედას გონია და ბებიებს გონიათ ხოლმე, რომ აქ კონცერტები უნდა დადგან, ამ გასვლა და ბავშვსა თოთო ბავშვს ელაპარაკებიან, ისე გეგონება 20 წლის ხო. ზოგი 20 წლის ვერ იგებს, 20 წლისა ვერ იგებს ნალაპარაკებს და ხა 3 თვისას და 2 თვისას რომ უხსნიან. არა აქვს აზრი, ეს მაქსიმალურად აქცენტირების გარეშე უნდა გახვიდე, შემოხვიდე, რომ ბავშვს არ გაუმახვილდეს ამაზე ყურადღება. ეხლა რაც შეეხება თუ ეს ვერ მოხდა, თუ დედა გაქრა, დროებით, მაგრამ ბავშვისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს ტრაუმატული გამოცდილება. ან დედა მოკლედ არის ვერ აწუდის და დედა და მამა ვერ აწუდიან უსაფრთხო გარემოს, ბავშვი შეიძლება ჩამოყალიბდეს ან შფოთვითი სტილი თუ ფორმა, მიჯაჭვულობა ტირე ბმისა ან განრიდებით. ასევე არსებობს მეოთხე დეზორგანიზებული, რომელიც ამათი ნარევია, იმაზე საუბარი არ არის აუცილებელი. შფოთვითი და განრიდებითი მიჯაჭვულობის სტილი საფუძველში დგას მიტოვების შიში. ორივე შემთხვევაში პრობლემა არის საერთო, რომელი განვითარდება, კაცმა არ იცის. თუ დედა თუნდაც არ უღიმის, აი ექსპერიმენტებში სწორედ
შესაძლებელია დედა თვალწინ კონდეს, მაგრამ ბავშვი ეთამაშება და დედა არ იცვლის მიმიკას. ანუ კომუნიკაციაში არ შედის და გაყინული მზერით უყურებს შვილს. ესეც კი საკმარისია, რომ სულ რამოდენიმე წუთში, როგორც ამას ექსპერიმენტები გვაჩვენებს, ბავშვს ეწყება შფოთვა, ფაქტიურად ქართულ ენაზე რო ვთქვა, სახე წაეშლება და ეს არის ტრაუმატული გამოცდილება. ბავშვობაც არ არის საჭირო, დიდ ადამიანსაც, დასრულსაც კი რო ესე გაყინული მზერით ალბათ დააშტერდე დიდხანს. მას შფოთვითი ის აქვს მიჯაჭვობის სტილი, მაშინ ხო, თორე ჯანსაღმიჯაჭვობის სტილის მქონე ადამიანი ახლა დაარეგულირებს თავის თავს ალბათ. ყველა ვერა. ხო, ოკეი. მანდაც გააჩნია ფსიქოტიპზე და ემოციურ მდგრადობაზე და ზოგადად ნევროტულობის ხასიათზე, რაც გენეტიკურად არის ასევე განპირობებული. ნევროტულობის დონეზე. ეხლა რა არის შფოთვითი მიჯაჭვულობის თუ მის ფორმა? ამ შემთხვევაში ეს კი ორი ფორმა განსხვავდება იმითი, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი მიტოვების შიშზე. ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს შიში, რომ ის არ უყვართ, რომ ის არის არასათანადოდ კარგი. ეს მთელ კომპლექსი იწვევს ემოციების და ასევე მეს სტრუქტურაზე ახდენს გავლენას, იმიტომ რომ თვითშეფასებაც დაბლდება, იმიტომ რომ მიგატოვეს ეგ საკმარისად კარგი არ ახარ. თვითშეფასებაც მოწყვლადია და ადამიანი ან ერთი ან მეორე ფორმით ცდილობს, რომ როგორმე აირიდოს იმედგაცრუება და სტრესი, რომელიც მოსდევს მიტოვებას. შფოთვითი მიჯაჭვულობის შემთხვევაში ადამიანი დრამატული მოქმედებებით ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს მიტოვება. შესაძლებელია ზედმეტად აქტიური, აი ადამიანები არიან, რომლებიც ურთიერთობის დასაწყისში ან სხვადასხვა ეტაპებზე ხდებიან თავს გახვევენ, ესე იგი, აი ადამიანი ახალი გაცნობელი ყო და მიყვარხარ გიждები შენზე საოცრება ხარ მთელი ცხოვრება შენ გელოდი შენ საოცრება ხარ არაჩვეულებრივი აიძულებს რომ გიყვარდე რა ამ ჩემი საქციელით რომ გინდა თუ უნდა გიყვარდე იმიტომ რომ მე მიყვარხარ და თან ეს ნორმალურ ვითარებაში კი არსებობს რაღაცას ვთქვათ ერთი ნახვით შეყვარების გარკვეული თუ ორი გასაგებია ფენომენის შესახებ დისკუსიები ანგჯერა ან არ გჯერა მაგრამ გინდაც ერთი ნახვით შეყვარებასთან კონდეს საქმე ჯანსაღ ვითარებაში გარკვეული საფეხურეობრივი განვითარება ხდება ურთიერთობების და თუნდაც ადამიანი გადაირიოს ეხლა თუ ელემენტარული კულტურა გააჩნია ერთბაშად რომ მოვარდება და ამ სიყვარულს გაყრის ეს შეიძლება ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ ფორმატაც კი განიცა. ავშელოთ ჩანართი გავაკეთო, კულტურა არ ვახსენოთ, ეს კულტურაზე არ არის სწორედ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ მისი დასწავლილი შფოთვითი სტილი, ხო? ეს არ არის კულტურობა, ეს აქტივირდება მისი შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი, რაც არის თავისთავად პრობლემა. და ჯანსაღ მიჯაჭვულობის სტილში რომ გადავიდეს, ანუ ეს მოიხსნება. კი ბატონო. და შესაბამისად გარკვეულ თუნდაც კულტურაში თუ ზრდილობაში თუ სტანდარტული კომუნიკაციის ფორმებში მიუღებელ მოქმედებებსაც ადამიანი ხანდახან სწორედ იმიტომ ახორციელებენ რომ გარკვეული კონტროლის პრობლემა აქვს საკუთარი თავის და ამ ადამიანებს აქვთ ეს არაცნობიერი დისპოზიცია მიდრეკილება აი ესეთი როგორც აღწერეთ ასეთი ქცევისაკენ და ეს ბავშვობაში შეიძლება გამოიხატოს ტირილით ხო აი ბავშვი აი შფოთვითი ასე ვთქვათ პირველი თვეების მანძილზე ტირილი ნორმალურია ნახე ტირილი გააჩნია როგორ ტირის რას იხშირი და რა სიტუაციაში აი ენი ინსვორსი და ბოლბის ხო რო წავა მშობელი ისტერიულ ტირილს იწყებს ბავშვი რო თვალს რომ მოერიდება ან ბავშვის ტირილი ოკეია მაგრამ რო ვერ წყნარდება აი შფოთვითი მიჯაჭვულის სტილი ვისაც აქვს ვერ წყნარდება დაბრუნდა მშობელი მაინც ისტერიკას აწყობს ამ ტირილზე ვამბობ და არა ის რომ იტირა როცა შია ან რაღაც წამოიტირა ხო მე უფრო იმიტომ დავაზუსტე რომ ეგ არის ერთ-ერთი ფორმა და ეხლა დავუშვათ ვინმეს ბავშვი თუ ყავს სახლში და ტირილი არ ჩათვალოს რომ შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი აქვს იმიტომ რომ ბავშვი არ არსებობს ბავშვი რომელსაც არ ტირის ან რაღაც მომენტში ჩვენ შეიძლება ვერც მივხვდეთ რა გააღიზიანებს. შესაძლებელია შინაგანი რამე, რავი, აირები აწუხებდეს, ან ზიდო, გულზიდო, 1000 რამ შეიძლება აწუხებდეს და ვინმე არ ჩათვალოს უბრალოდ. ამიტომ ვიზღვევ ხოლმე თავს და მაქსიმალურად აი როგორ გამოვლინდება ეს შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი ბავშვებში, მაშინ როგორ ამოვიცნოთ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პირველი თვეების მანძილზე შფოთვითი მიჯაჭვულობის შემჩნევა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ გადამფარავია სრულიად ნორმალურ სტანდარტულ ვითარებაში ჯანსაღ
აგზნებადი, როდესაც იქნება განშორების სიტუაცია. მაგალითად, როდესაც მშობელი მიდის სამსახურში და ბავშვი ვარდება, ასე ვთქვათ, იწყებს ტირილს, თუნდაც 2-3 წლის არის უკვე და უხსნი უკვე მეტყველება შეუძლია, გაგება წესით უნდა შეეძლოს, მაგრამ ვერ წყნარდება. ან თუნდაც ურთიერთობის პროცესში იქნება რაღაც ორაზროვნება, ან რაღაც დაძაბულობა სახლში და ბავშვი ამაზეც ზედმეტად ირაციონალურად, ტკივნეულად რეაგირებს. ხას უსვავ, აქაც სისტემურად უნდა იყოს ეს მოცემული, რაღაც ერთ ან ორ ცალკეულ შემთხვევაში საუბარი არ არის, იმიტომ რომ ეს თვით დიაგნოსტირება ძალიან გავრცელებულია და მეშინია რომ ხო, არა. ესე ვთქვათ, ვინმე არ წავახალისოთ მაგ მიმართულებით. მოდი განრიდება. ბავშვი ცდილობს მაქსიმალურად მიწებებაში შეიძლება გამოიხატოს მშობლის მიმართ, როდესაც მშობლისგან ნებისმიერი განცალკევება უმძიმს. აი დავუშვათ ხართ სოციალურ ვითარებაში დაბადების დღეა და თქვენი ბავშვი წარამარა თქვენ გიყურებთ და მოირბენს ეტყვი ან შეუქმნის რაღაც გარემოს რომ მივიდეს ითამაშოს, მაგრამ ვერ გადის. სათამაშოდ სხვა ბავშვებთან გასვლა გასვლისასაც კი თქვენ გიყურებთ, მუდმივად თქვენს კერა და სახეზე შეიძლება ეტყობოდეს ბავშვს, განსაკუთრებით როცა ცოტა მოიზრდება 2-3 წლის ასაკიდან, რომ დაძაბულია შფოთვა აქვს და მუდმივად თქვენგან ითხოვს უკუკავშირს, ნებართვას და იმიტომ რომ გარკვეულ ეტაპზე უნდა გადავიდეს დამოუკიდებელ თამაშზე თანატოლებთან. საკუთარი ნების გამოვლინებას დამოუკიდებელ. ავტონომიურობა უკვე უნდა განვითარდეს, წლინახევარი 2 წლის ასაკიდან ნელ-ნელა იწყება ავტონომიურობის განვითარება, საკუთარი თავის მოვლა და თანდათან 3-4 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად ინიციატივაც უნდა გამოიჩინოს თამაშის ბავშვმა. შესაბამისად, ანუ აი ეს უნდა იყოს აუცილებლად ხშირად მოცემული და ეს უნდა სცდებოდეს ბავშვის ჯანსაღ სიახლოვეს მშობელთან. თუ ეხლა ბავშვს ზოგადად მშობელთან უყვარს ყოფნა, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემა. ეხლა რაც შეეხება განრიდებიც. განრიდებითი შემთხვევაში იმ ექსპერიმენტშიც ასე ხდება და შემდგომაც მე არაერთი ადამიანისგან ვიცი ზუსტად ეს შემთხვევა, როდესაც დედა გარკვეული ხნის მანძილზე არ არის მოცემული გარემოში და ბავშვი საერთოდ მე დედასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. აიგნორებს, შეიძლება გვერდზე გაიხედოს, ტირილს არ იწყებს, მაგრამ ქართულად რომ ვთქვათ, გაბუტულივით იქცევა და ამგვარად ცდილობს აირიდოს ხელახლა მიტოვების საშიშროება. თუ შფოთვითი ტიპაჟი ცდილობს თავისი დრამატული მოქმედებებით მიიჯაჭოს მეორე ადამიანი და აირიდოს, როგორმე მოაწონოს მას თავი. თავის ყურადღებით დააკავოს. საქციელით და გამოხატვით დააკავოს, ეს მეორე ტიპი პირიქით აიგნორებს. ის შფოთვითი სტილის მქონე ადამიანის დასრულებაში არც თუ ისე იშვიათად ეჭვიანია. ზედმეტად ეჭვიანს რაც ეძახიან, როდესაც მეორე ადამიანს მაქსიმალურად მისდევს და აკონტროლებს ბჭყალებში. ან თუნდაც ბჭყალების გარეშე. განრიდებითი ტიპის პრობლემა დასრულობაში და ბავშვობაშიც შესაძლებელია ასეთი ბავშვი ერიდებოდეს საერთოდ კონტაქტში შესვლას, მეგობრობას და მარტოხელობას ირჩევდეს, იმიტომ რომ მეორე ადამიანისგან აირიდოს წყენა, იმედგაცრუება, მიტოვება და დასრულობაში ეს უკვე ვლინდება ურთიერთობის დაწყების პრობლემაში. მეგობრობის დაწყებას ერიდებიან, ურთიერთობის დასაწყისშივე შეიძლება გარბოდნენ ან ნებისმიერი ორაზროვანი კონფლიქტის დროს არიდებდნენ თავს ურთიერთობის გაგრძელებას. იმიტომ რომ პოტენციურად რამე რო იყოს, მიტოვებულები არ აღმოჩნდნენ. ხო? და ეს შეიძლება მათთვის საერთოდ არ იყოს ცნობიერად ცნობილი. არა. ისინი თავის თავს არ წმუნებენ, რომ არ ჭირდება ეს ურთიერთობა არ მჭირდება, აღარ მომწონს. ვერ შემიყვარდა, იმედი გამიცრუა, უკეთესი მეგონა უარესი ყოფილა. და ეს ბევრჯერ მეორდება, თორე შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც ესე იყოს, მაგრამ აი პატერნია, რასაც ქვია, ხო, დასწავეს საქციელი. ნამდვილად, ესეთ ადამიანებს ურთიერთობის ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა უჭირთ, ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ურთიერთობას 5 წუთში ამთავრებენ, მაგრამ შედიან და ურთიერთობის ადრეულ სტადიაზევე, როგორც კი რაღაც არ მოეწონებათ, ეჭვი უჩნდებათ, შეიძლება მეორე ადამიანმა უბრალოდ ცივად შეხედოს. ან ის მისი პარტნიორი იყოს დაღლილი უბრალოდ სამსახურიდან მთელი დღე სამსახურში გაატაროს, იყოს ძალიან დათრგუნული, ცუთხასიათზე, შეიძლება ვაფშე თავის პრობლემები ჰქონდეთ ბოდიში ამ ჟარგონზე და არ იყოს გაბრწყინებული სახით და
ამან შესაძლებელია ყველაფერს პერსონალურად იღებს. იფიქროს, რომ ჩემს გამოა, არ უყვარვარ, და ამის ფონზე ეს ხდება გაუცნობიერებლად. და რეალურად ცნობიერში ქმნის გარკვეულ რაციონალიზაციას, შექმნის მთელ თეორიას, რატო აღარ მოწონს ეს ადამიანი. არაერთ შემთხვევა მქონია მე პირადად, როდესაც გაცილებული პარტნიორები ამბობდნენ, რომ მე ის არასოდეს არ მომწონდა. არა და შესაძლებელია რამდენიმე თვით ადრე გიждდებოდნენ. ეხლა ჩვენ უნდა გავავლოთ, ესე ვთქვათ, წერტილები შევაერთოთ, რითიც დავიწყეთ ეს თემა და რატომაც მოგვიწიათ და მაყურებლისთვის ავხსენით ეს მიჯაჭვობის სტილი და ასე შემდეგ. ხშირად არის და ჩემეული ახსნა ასეთია, რომ როდესაც ქალი, რომელიც ასაკიც დასრულია, მაგრამ აი სწორედ აი ამ პატერნებით მოდის, მაგალითად, აქვს შფოთვითი მიჯაჭვობის სტილი, ხო? შემდეგ, როცა ის დედა ხდება, ის კი დასრულია და დედა, თუმცა მის შიგნით თუ ეს ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც შფოთვითი მიჯაჭვობა აქვს, ის სეპარაციის დრო რომ მოდის ბავშვის რაღაც აი ის ასაკი, ხო, რაღაც თვეებიდან 2-3 წელი, ის ბავშვს ვეღარ უშვებს ხელს. აი ეს გზა მინდა დავანახოთ და გადავიდეთ იმ თემაზე, რომ რატო შეიძლება დედას კონდეს ქალიშვილის მიმართ, არ ვიცი, კონკურენცია, კონტროლი, რაღაცა სხვადასხვა ნეგატიური დამოკიდებულება. მე მგონია, რომ ეს რაღაცნაირად კავშირში არის. თუმცა თავისუფალი ხართ თქვენეული ინტერპრეტაციისთვის, ეს უბრალოდ ჩემი, ასე ვთქვათ, მინიშნება იყო. კი ბატონო, ეს ძალიან გრძნობიარე თემაა. აქვე შევნიშნავ, რომ ძალიან ბევრ დედას, ჩემი გამოცდილებით, უკვირს და უჭირს იმის აღიარება, რომ როგორ მე შეიძლება თუნდაც არაცნობიერად ჩემი შვილი არ მიყვარდეს. და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ და ძალიან რთული წარმოსადგენია ესეთი შემთხვევა, რომ დედას სიყვარული საერთოდ არ ხონდეს. იმიტომ რომ ეს ლამის ინსტინქტის დონეზე გვაქვს მოცემული ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული. საუბრობთ თან გვქვედინებებზე, რომელიც ამის მიღმა და პარალელურად არსებობს და რაც ქმნის ამბივალენტურ განცდებს. დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ დედას როგორი ცხოვრება აქვს გავლილი. მას როგორ ეპყრობოდნენ ბავშვობაში, თვითონ რამდენად შედგა როგორც ქალი და რამდენად რეალიზდა როგორც პიროვნება. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სირთულეები ჩდება სწორედ მაშინ, როდესაც დედა თავად არ არის როგორც პიროვნება, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად კმაყოფილი საკუთარი მიმდინარე და გამლილი ცხოვრებით, ვერ რეალიზდა ისე როგორც ისურვებდა, როგორც პიროვნება, როგორც ქალი, კარიერულადაც შეიძლება, ხო? არის ყველაფერს გულისხმობს. იმიტომ რომ ჩემი აზრით პიროვნებას როცა გულისხმობ და კარიერა შედის და პირადი. პატრიარქალურ სისტემაში რატომღაც გონიათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახში რეალიზება ყოფნის ეს ასე არ არის. აი მასლოუს პირამიდა გავიხსენოთ, ის არ არის ქალისთვის და კაცისთვის, ყველა ადამიანს სჭირდება თვითრეალიზაცია, თვითაქტუალიზაცია, ხო? მათ შორის ქალს და ამას მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ მარტო დედა ვარ, ცოლი ვარ არ ყოფნის, ქალს სჭირდება კარიერული რეალიზება და გეთანხმებით, რომ როცა ეს არ არის. მადლობა, რომ კონკრეტული ვარიანტი თქვით. თვითაქტუალიზაცია, თვითონ სიტყვა ძალიან მიყვარს მე. იმიტომ რომ ეს გამოხატავს სწორედ იმას, რასაც ეხა მანამდე რის თქმასაც ვცდილობდი. პიროვნულ თვითრეალიზაციას მაქამდე მიღწევა საჭირო, სხვადასხვა გარკვეული საფეხურების გავლა საჭირო, თქვენც აღნიშნეთ ეს პირამიდა. და ნამდვილად, ოღონდ ხაზს გაუსვავ, ყველა ქალს აქვს არჩევანი თვითონ როგორც ხედავს. კონკრეტული ქალისთვის იქნება კარიერა, კონკრეტული ქალისთვის იქნება რაღაც რომანტიული ისტორიები, ვიღაცის რომელიღაც ქალბატონისთვის იქნება რაიმე ჰობი, საქმიანობა, არ ვიცი, ეს ძალიან ინდივიდუალურია და მილიონაირი ვარიანტი არსებობს. ყველა ადამიანი უნიკალურია გარკვეულ დონემდე. და თუ აი აქ გვაქვს პრობლემა, მერე იწყება. და პრობლემაც სწორედ იმ სახის ჩნდება, სადაც ამ ქალბატონებს აქვთ დანაკლისი. და თავის განსხვავებული დინამიკა ბიჭებთან და გოგონებთან, ქალიშვილებთან, ქალიშვილი არის მსგავსი სქესის დედასთან. იდენტობას ხედავს. მეც რა თქმა უნდა, როგორც იდენტობას ხედავს შენს სქესთან, ახლა საწინააღმდეგო ხო, შენს სქესთან, დიახ, რაც ქმნის თუ ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, სტანდარტულ ჰეტეროსექსუალურ ტიპ ადამიანებზე,
რამდენადაც გამაღიზემლად არ უნდა ჟღერდეს, რამდენად კონკურენტად შეიძლება იყოს აღქმული ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განა, იმიტომ რომ ის ეხა უშუალოდ ჩვენ ვინმე სასურველი ადამიანის გართმევს. არა, ფსიქოლოგიურად. რაციონალურად მართლაც ვინ უნდა წაგართვა შვილმა, მაგრამ ქვეცნობიერად თუ არ ვიცი, ალბათ ქვეცნობიერად მაინც. საფუძველში სავარაუდოდ ყოველთვის თუ არა ხშირ შემთხვევაში არის მეტნაკლებად გაუცნობიერებელი პროცესები, იმიტომ რომ თუ ამას ადამიანი გააცნობიერებს, თქვენ სუპერეგო ახსენეთ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ადამიანთა უმრავლესობის მორალურ, ასე ვთქვათ, სისტემას და ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ დამალონ და არაცნობიერში განდევნონ და დაივიწყონ ბრჭყალებში ის ამორალური სურვილები, რაც მათ თავს ცუდ ადამიანად აგრძნობინებდა, რომ გააცნობიეროს, რომ ისინი მათ აქვთ. არა და პირიქითაა, რომ გააცნობიერო ადამიანმა, აი თუნდაც ეს ამორალური ცხო შეფასებითი კატეგორია. რომ გააცნობიერო, ზუსტად მაგ დროს გეძლევა საშუალება, რომ ის დაამუშაო და იმის მიღმა იპოვო ჯანსაღსაქცელი და ადამიანის ინსტინქტურად იქცევა, რომ იმდენად აი ზუსტად აი ამ წნეხის გამო, რაღაც სტანდარტების გამო ურჩევნია საერთოდ არ ჩავხედო თვალებში, თუნდაც შურს, თუნდაც კონკრეტს და ეს ხო ადამიანური მომენტია, ეს არ არის არც ცუდი და არც კარგი, ეს არის. ჩვენ ადამიანში არის, შურიც არის, აგრესიაც არის. კაი, ახლა სხვაგან არ წავიდეთ. როდესაც შურზე ვსაუბრობთ, ერთი ყოფითი სიტუაცია, ყოფითი ვარიანტი რომ განვიხილოთ, როგორც ჩემთვის არაერთხელ ჩემს პრაქტიკაში არაერთხელ აღმოჩენილა, არის აი შური რომ ახსენეთ. დედა გინდა არ გინდა შედის ასაკში. და აქ ქალიშვილი არის უფრო ახალგაზრდა. და გარკვეულ ასაკში შესაძლებელია უკვე ელემენტარულად იმის გამო რომ შენ ეს აღარ გაქვს და სხვას აქვს, გაგიჩნდეს გარკვეული სევდა. შესაძლებელია ბრაზიც კი მთელ სამყაროზე. უბრალოდ იქ შვილი რაღაც ხელში გეჩხირება, ის არის მასტიმულირებელი და ის ხდება სიმბოლო. და საბოლოო ჯამში ის შვილი, რომელთანაც ემოციური ბმა გაქვს, სწორედ მისკენ შეიძლება იყოს ეს მიმართული. და ცალკე საკითხია, რომ შესაძლებელია ქალიშვილი შემდეგ გახდეს ინსტრუმენტად საკუთარი არარეალიზებული სურვილების. ეს კიდე ცალკე შურზე რო არ, ასე ვთქვათ, გავჩერდეთ. საკუთარი შვილები და დედისთვის ქალიშვილი გარკვეული კუთხით შესაძლებელია იქცეს სწორედ საკუთარი არარეალიზებული აუსრულებელი ოცნებების, განხორციელების, ანუ ირიბად კომპენსირების გზა და სულაც არ აძლევენ ასეთ ქალიშვილებს საკუთარი არჩევანის უფლების უფლებას და შესაძლებლობას. არაერთია შემთხვევები, როდესაც ქალიშვილებს ფაქტიურად მეტაფორულად ვიტყვი ისევ ხუთავენ და სულაც ვერ აწყობენ ეს ქალიშვილების შემდეგ საკუთარ დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომანტიულ ცხოვრებას თუ კარიერას. ხუთავენ გავმარტოთ თქვენ გულისხმობთ ჰიპერზრუნველობას. ჰიპერზრუნველობით, შენიშვნებით, კონტროლით, რასაც ყოფით მეტყველებაში манипуляციას ეძახიან, შენთვის ვამბობ, ეს რა გაცვია, ისევ შენთვის გეუბნებით, რომ ხალხი რას იტყვის, რას ლაპარაკობ, ნახე, ასე რა ქვია, რა ვიცი, რამე სახელი გასუქთი გახთი, მოიმატე ჭამე, ნებისმიერი სხეულის, ასე ვთქვათ, კორექციიდან დაწყებული ესეთი შენიშვნებით, დამთავრდა ნებისმიერი ნაბიჯი და აქ მთავარი გზავნილი არის, რომ მე შენზე უკეთ ვიცი. და შენ ჩემზე დამოკიდებული ხარ, ჩემს გარეშე არაფერს არ წარმოადგენ. ანუ დასწავლილი უსუსურობის განცდა. დაკნინება, გაუფასურება ქალიშვილის მიღწევების და შესაბამისად მისი თვითშეფასების რყევა მუდმივი დაეჭვება საკუთარ თავში, იმის ცდილობა რომ ქალიშვილი დაეჭვდეს და მუდმივად შენთან მოვიდეს გადასამოწმებლად და საყრდენის საპოვნელად. ეს არ არის ჩანსახვითარება, დამოუკიდებელი ადამიანი გარდეხის ასაკის დასრულების შემდეგ თანდათან დამოუკიდებლად უნდა მართავდეს როგორც საკუთარ ემოციას, არჩევანს, ცხოვრებაში რა გააკეთოს. და იღებდეს პასუხისმგებლობას ამაზე. არადა ძალიან არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ეს ვერ ხერხდება, განსაკუთრებით ისეთ კულტურაში, როგორში ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ეს სისტემა წახალისებულია საზოგადოების მხრიდან. იმიტომ რომ ჰიპერზრუნველობა ფაქტობრივად გაუგებარია ჩვენ კულტურას, ასე ჰიპერზრუნველობა გიყვარს და რაც უფრო მეტად ზრუნავ, უფრო გიყვარს. ესე არ არის და არ არის ესე თურმე. არა, ჰიპერზრუნველობა არის ძალადობის ფორმა. დიახ. კონტროლის და ამ არაჯანსაღი მიჯაჭვულობის
ასე ვთქვათ. ძალიან მინდა რომ ვისაუბროთ ამავე დროს თქვით მიზეზებზე, რომ აი ქალი როცა არ არის რეალიზებული და გეთანხმებით, თუმცა მაინც ძალიან ზოგადი, აი კიდე უფრო ძალიან ზოგადი კი არ არის, გასაგებია ესეა. აი კიდე რომ სხვა მიზეზებზეც ვისაუბროთ, რატომ აი მოდით იცით რა კუთხით მინდა ავხსნათ დედის პოზიცია ამ შემთხვევაში, რომ იქნებ რაღაც ნაწილი ცნობიერი მაყურებლის ამ გზაზე მათთვის სასარგებლო იყოს. რატომ შეიძლება, რომ აი თუნდაც ხელს ვერ უშვებდეს ქალიშვილს, თუნდაც აგრესია ქონდეს მის მიმართ, თუნდაც კონტროლში იყოს. რა პროცესები გარდა იმისა, რომ არ არის თვით რეალიზებული, ჩავშალოთ აი კარიერულად და შეიძლება პირადშიც აი მეუღლესთან არ ქონდეს სასურველი ურთიერთობა და აი ამას ეძახიან ხოლმე პერენტიფიკაციასაც და აი პარტნიორად იხდის შვილს, რომ რაც მეუღლემ ვერ მომცა შვილს ვთხოვ, ჩემი პარტნიორი იყავ. არ მინდა გაგიშვა, იმიტომ რომ პარტნიორი მინდა იყო, იმიტომ რომ პარტნიორისგან ვერ ვიღებ იმას, რაც მინდა. აი ამაზეც თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად ტენდენციებზე. ამ ერთადერთი ეხლა ერთი რაც მინდა დავამატო, არის მარტო დარჩენის შიში. რაც შეიძლება კონდეს დედას და მამასაც, ნებისმიერ ადამიანს. ესეც შეიძლება იყოს მამოძრავებელი, ესე ზოგად ტენდენციებს შორის რო დავასახელოთ, ქალიშვილის თუ ვაჟიშვილის საკუთარ თავზე მიჯაჭვის და ქალიშვილს სპეციფიურად იჯაჭვავენ ხოლმე და აკონტროლებენ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის მზრუნველი, თუნდაც მოსაუბრე ყავდეთ, იმიტომ რომ ამ კუთხითაც განსხვავებაა, ეხლა სქესობრივი და გენდერული. და ეხლა ძალიან კონკრეტული სცენარები შესაძლოა ბევრნაირი იყოს და ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ ეხლა გამიჭირდება ეხლა რომ აი რაღაცა სია შევადგინო. მოდით აქვე რო არ გამოგვივიდეს რომ მხოლოდ დედებზე და ქალიშვილებზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, მე მგონია რომ მსგავსი დინამიკა არის მამებში და ვაჟიშვილებში. მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რომ ვაჟისთვისაც მამა არის პირველი, ესე ვთქვათ, მისი სარკე, მისგან იღებს რაღაც მასკულინურ რაღაც საწყისებზე პირველად წარმოდგენას და შეიძლება მამასაც გაუჩნდეს ვაჟის მიმართ იგივე რომ აი ახალგაზრდა ის იგივე კონკურენცია და ასე შემდეგ. თუ ეხლა კლასიკურ ძველ ფროიდიანულ ოიდიპალურ და ელექტრას კომპლექსის სქემაში გადავინაცვლებთ, ორივეგან და ერთი და იგივე უბრალოდ სქესი ტრიალდება. ქალი ქალზე ეჭვიანობს, კაცი კაცზე ეჭვიანობს და შედის გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტში, შემდეგ ეს კონფლიქტი სრულდება და იდენტიფიკაციას ახდენს ქალიშვილი დედასთან და მამასთან ვაჟიშვილი. მამის შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ შედარებით აი ამ ტიპის რომ მამა იჯაჭვავდეს აი ასეთი შემთხვევების ეს ვთქვათ სიხშირე ოცხოში ჩემს პრაქტიკაში ბევრად ნაკლებია ამ კუთხით არსებობს სტატისტიკა. რატო? ერთი ახსნა რაც შეიძლება აიყოს არის ის რომ როლები განსხვავდება ტრადიციულ ოჯახურ სისტემაში რომელიც ადრე არსებობდა დღეს ეხლა ის სისტემა აღარ არსებობს ფაქტიურად გარდამავალ ეპოქაში ვცხოვრობთ უკვე რამოდენიმე ათეული წელია განსაკუთრებით ურბანულ სივრცეში სადაც მეტნაკლებად პროგრესირებს ტრანსფორმაციული პროცესები მამა ადრე გაცილებით უფრო ნაკლებად იყო ზოგადად ჩართული და თანასწორად მამას ეკავა დომინანტური პოზიცია. ესე ვთქვათ, ოჯახში შიგნით გარეთ ვთქვათ პოლიტიკური ძალაუფლება მიეწერებოდა. ხოლო ქალს დედას ეს პოლიტიკური ძალაუფლება არ ქონდა, ზოგადად თვითრეალიზების ველი ქონდა გაცილებით უფრო შეზღუდული ვიდრე კაცს და აი ეს კომპენსირების საჭიროებაც ქონდა უფრო ნაკლები. კაცი რეალურად გაცილებით უფრო თავისუფალი იყო, მამა და შეიძლება დღესაც ესეა და რჩება უფრო თავისუფლად, განსაკუთრებით უფროს თაობებზე თუ ვისაუბრებთ და მას ამ კომპენსირების საჭიროება არ აქვს, რომ ვინმე მიიჯაჭვოს. და ამით აინაზღაურობას. ძალაუფლების, ასე ვთქვათ, სივრცეები სხვადასხვა ადგილას აქვს. დიახ.
ოჯახს დედას გარეთაც უფრო არა და ჩაკეტილია ამ საოჯახო სტრუქტურაში. ეს არის მისი ბრძოლის ველი. ეს არის მისთვის მთავარი რესურსი, სიმბოლური ძალაუფლების თუ რეალური ძალაუფლების მოყვების, იმიტომ რომ ბავშვები მის ხელში არიან. კი ბატონო, ამიტომ არის აუცილებელი, ჩემი აზრით, როგორც ქალთა უფლებადამცველი კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებელი ქალისთვის კარიერა. რომ აი ეს თავის ძალაუფლების ვნებები არ ჩაკეტოს მხოლოდ აი ამ ოჯახში და შვილებში, იმიტომ ეს შეიძლება საზიანო გახდეს და დიდწილად ხდება ხოლმე შვილებისთვის, ამიტომაც არის. ანუ ეს არ არის უბრალოდ ახირება, რომ ჩვენ ქალების და კაცების თანასწორ უფლებიანობა, იმიტომ გვინდა რომ აი ტოლობის ნიშანი დავწეროთ შუაში, არა. ეს არის ჯანსაღი ფსიქიკის წინაპირობა. მათ შორის ჯანსაღი თაობისთვისაც და ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ჩემის მხრიდან ერთ წინადადებას დავამატებ, რომ ყოველი ახალი თაობის და თვითონ მთელი საზოგადოების და ჩვენში მაცხოვრებელი ყველა ინდივიდის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს ქონდეს საშუალება გააკეთოს არჩევანი და თვითრეალიზდეს იმ ფორმით, როგორიც მას სურს და რაც მისთვის არის ბუნებრივი და რაც უნდა. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი წამოვიდა ეს მოსაზრება, რომ რადგან რაღაც აგრესიული ტალღა იყო ფემინისტი, რომ გინდა თუ არა ყველა ქალს უნდა ქონდეს კარიერა და ეს შეიძლება მეორეს მხრივ წნეხი იყოს, რომ იქნებ ვიღაც არის ქალი, რომ არ უნდა და ბედნიერად ზის სახლში და რაღაც ჰობიც აქვს და თან ეს აღზრდაში ცოლი და დედა არის და ეს მოწონს და ამის თავისუფლება ნამდვილად უნდა ქონდეს არჩევანი ქალს, თუმცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძირითად ტენდენციებზე და არა რაღაც აუთლაიერებზე და ამიტომ ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არარეალიზებული შობელი ბავშვისთვის სერიოზული პრობლემაა. კი ბატონო. აი ძალიან დამაინტერესა, აი როცა თქვით არ ვიცი რომელია ოიდიპოსის კომპლექსია თუ რომელია თუ არ ვიცი ზუსტად. აი როდესაც ქალიშვილი, როდესაც დედა თუ ქალიშვილი ეჭვიანობს დედაზე და კონკურენცია არის მამისთვის. ელექტრას შემთხვევაში ქალიშვილს ეს ძალიან სადაო სქემა, უბრალოდ მე ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან სადაო სქემა სხვადასხვა კულტურებში, კულტურებისადაც საერთოდ ნახეთ, ჩემი კითხვა სად მიდის, რომ ელექტრა ქალსა და ქალიშვილსა და დედას შორის. ანუ რის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ანუ ერთის მხრივ რაც თქვენ თქვით, რომ აი დედას შეიძლება გაუჩნდეს ახან ახალგაზრდა ქალზეა საუბარი შვილზე, შურიც კონკურენციას ასე შემდეგ. მეორეს მხრივ თვითონ ბავშვიშიც ხوار ჩდება კონკურენცია დედასთან, ხო? ამაზეც არის ლაპარაკი. აი პირველ საწყისი რომელია? თუ ერთდროული პროცესები, აი საინტერესოა. სხვა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად ეს სქემების დისკუსიის საკითხია. ხო, თვითონ ფსიქოანალიზშიც სხვადასხვა ეტაპები გავიარე და არსებობს კულტურები, სადაც სრულიად განსხვავებული აღზრდის სტილებია და ეს კომპლექსი გაჩნდება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქცევა დედა და მამა. კი ბატონო. თუ ეს კომპლექსი გვაქვს მოცემული, მიჩნეულია, რომ ბავშვობისას ჯერ პატარა ბავშვს უჩდება სადღაც 3, 4, 5 წლის ასაკისკენ ეს ეჭვიანობა დედის მიმართ. თუმცა აქვე დავამატებ, რომ პოსტსამშობიარო სტრესზე რომ ვისაუბრეთ, ესეც ძალიან გავრცელებულია, რო არ ვისაუბროთ არაცნობიერზე, ძალიან საკმაოდ ცნობიერათაც რა ქვია, მეუღლე რომ ბავშვს ეთამაშება და ყურადღება იმაზე გადადის, ესეც საკმაოდ გავრცელებულია, რომ სულიად ცნობიერად ეჭვიანობა, რომ აი მე ყურადღების ცენტრში აღარა ვარ. ეს ვინ ეჭვიანობს? დედა. და ასევე შეიძლება ქმარმა, მამამაც ეჭვიანოს. ანუ ეს ძალიან ადამიანურია, რომ აი მე ეს პოსტს აქვე დავამატებ, რომ პოსტსამშობიარო სტრესი მარტო ქალს არა აქვს, მიუხედავად რომ თვითონ ფიზიკურად არ ატარებს ბავშვს, მამასაც აქვს თავისი გამოწვევები და პრობლემები და როგორც ამასთანაც ერთ-ერთი სტატია წავიკითხე, კაცშიც მიმდინარეობს თურმე ჰორმონალური ცვლილებები პარალელურად და რაც საინტერესოა, რანაირად შეიძლება ეგ ხდებოდეს? სარკისებურად. ნუ ფსიქოსომატიკა, რა ვიცი, ფსიქოსომატიკურად. სარკისებური ნეირონების ალბათ რაღაცა ის არის არეკული სტრესი თუ ჩართულია ხა. თუ ეხა გარიდებულია და ვთქვათ, ბოდიშზე გულგრილია, არ ვიცი და არ ნერვიულობს, არ განიცდის და არ არის აღზრდის პროცესში ჩართული, ხა იმას შეიძლება საერთოდ არც კი
განუვითარდეს იმ კაცს, ესეთ მამას. მოდით იცი რაზე ვისაუბროთ? მე მაგალითად მქონია ესეთი მომისმენი ესეთი ისტორიები და დაკვირვებულიც ვარ და წამიკითხავს კიდევაც, რომ აი მაგალითად როდესაც დედას აი აქვს ეს ქალიშვილთან მიჯაჭვულობა, შინაგანად რაღაც ქვეცნობი კონკურენცია შეიძლება ეჭვიანობა შეიძლება პირდაპირ მამის, ანუ ბავშვის მამის მიმართ კონდეს ეს ეჭვიანობა, რომ აი ჩემი უნდა იყოს ეს ბავშვი რაღაცა მისაკუთრებასავით და გაუცნობიერებლად ფაქტობრივად შეუშალოს ქალიშვილის და მამის ურთიერთობას ხელი. იმიტომ რომ აი რაღაც დინებებია, რომ ეს ბავშვი ჩემთვის მინდა და აი რაღაც აი ეს დინამიკა რამდენად შეიძლება შემდეგ აისახოს ქალიშვილზე, თუნდაც შემდეგ მის ურთიერთობებში ან არ ვიცი თვითშეფასების ნაწილში. ერთი ხაზი მინდა გავუსვა, რომ დედის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრეთ, თუმცა იქვე ყოველთვის ფიგურირებს მამა და სრულფასოვანი ოჯახური დინამიკისთვის მამის ჩართულობა ასევე აუცილებელია და ეს ხელს უწყობს დედასაც, დედის ფუნქციის შესრულებას, მაგრამ დედას რო თავი დავანებოთ, თავად მამას აქვს სრულიად განსაკუთრებული როლი, რომელსაც დედა ვერ შეასრულებს. აი რა არის ეს როლი? იმიტომ ბევრს არ ესმის მაგალითად. დედა ბავშვს უქმნის იმ საწყის ბაზისურ უსაფრთხოების მაგაშიც ჩართული უნდა იყოს მამა ყველაფერში, მაგრამ ის რასაც დედა ვერ გააკეთებს არის ის, რომ მამა ქალიშვილის შესახებ საუბრობთ, ხომ? ქალიშვილისთვის მამა არის პირველი მოდელი კაცისა, რომელთანაც უწევს შეხება და მამასთან ურთიერთობა შემდეგ აყალიბებს მის გემოვნებას, ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის ნორმალური, რა ტიპის ურთიერთობა არის მისთვის ჩვეულებრივი და მისაღები და როგორი ტიპაჟები შეიძლება შეუყვარდეს. ფაქტიურად მამა ქალიშვილისთვის ახდენს მისი მომავალი რომანტიული ურთიერთობის მოდელირებას, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელებულია და უხშირეს შემთხვევაში ქალიშვილები საბოლოო ჯამში მიილტვიან ისეთი მამაკაცებისაკენ, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანი ნიშნით გვანან მამას, მათ მამას. აუცილებელია რომ ორეული იყოს, მაგრამ რაიმე ნიშნით ხასიათი, ემოციური გამოხატვა, მიდრეკილება, გარეგნობაც, რომელიმე ამ ნიშნიდან, ხა ეს რომელი იქნება ღმერთმა იცის ინდივიდუალურია. ამიტომ თუ მამა არის ესე ვთქვათ აქტიურად ჩართული, მამისგანაც სასურველია, კი არა და აუცილებელია უპირობო სიყვარული, და თუ მამაც ქმნის უსაფრთხო გარემოს, უქმნის დაცულობის შეგრძნებას, ასევე უმნიშვნელოვანესია მამა როგორ ურთიერთობს დედასთან, იმიტომ რომ მამისა და დედის ურთიერთობა ასევე ქმნის მოდელს იმისა თუ რა არის ჩვენთვის ნორმა. და ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ ჩვენ გაუცნობიერებლად ადამიანების დიდი უმრავლესობა, თუ რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპიით არა ამოვისუფთავეთ, ვიმეორებთ იმ პატერნებს, რომლებიც ჩვენს მშობლებს ახასიათებდათ და ჩვენს ოჯახებში ვქმნით ურთიერთობის იმავე ხასიათს, როგორც ჰქონდათ ჩვენს მშობლებს. და ზოგადად როცა საუბარია იგივე დაწყვილებაზე, ერთმანეთს არც თუ ისე იშვიათად პოულობენ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ ავსებენ კი არა, ერთმანეთის სისულთ რომ ავსებენ ძალიან პოზიტიურია. ფაზლივით ჯდება ერთმანეთში, აი ტეტრისი რო იყო, ზუსტად ესე ჯდება ერთმანეთში, რომ ავსებენ ძალიან ლამაზად ჭყეს და ამ შემთხვევაში აქ ლამაზი არაფერი არ არის. და პირიქით წყვილი იკვრება, რომელიც ერთმანეთს აწვალებდეს და ოღონდ ეს წვალება მათთვის არის ნორმა. აი ამიტომ ხდება ხოლმე რომ მე უკვირთ რომ აი შეხედავენ გარედან და რა თქოს ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე ფსიქოლოგიურად ძალადობს ან ერთი მეორეზე და მათ ერთმანეთი ჭირდება. მაგრამ ვერ ცილდებიან. რატო? იმიტომ რომ მათთვის ეს არის ნორმა. ამიტომ მამის როლი არის შეიძლება ითქვას გადამწყვეტი თუ არა უმნიშვნელოვანესი ქალიშვილისთვის მომავალში სოციალური და რომანტიული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ანუ კი ბატონო, დიდი მადლობა და ალბათ აი უკვე დასასრულისკენ რო წავიდეთ, აუცილებლად თქვათ რაღაც საიმედო იმაზეც გადავიდეთ გამოსავალზე, რომ თუნდაც აი შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპი იქნება თუ განრიდების, იგივე ეს პატერნები, ტრამული პატერნები
შეიძლება ამის გადათამაშება, ამაზე მუშაობა, იგივე მე ვიცი რომ აი ეძახიან შეძენილ ჯანსაღ მიჯაჭვულობის earned secure attachment ესე ვქვი. ანუ შეიძლება გქონდეს შფოთვითი ან განრიდების მიჯაჭვულობის სტილი, მაგრამ შეიძინო ჯანსაღი მიჯაჭვულობის სტილი, აი საკუთარ თავზე მუშაობით პარტნიორთან ასე ვთქვათ ურთიერთობით, ხო? ანუ ეს არ არის რომ ჩვენ თუ რაღაცა გამოცდილებიდან მოვდივართ ბავშვობიდან, აბსოლუტურად იქ მოგვიწევს მთელი ცხოვრების გატარება. ხო, აი ამაზე რადგან ფსიქოთერაპევტი ხართ, თქვენი გამოცდილებიდანაც რამდენად წარმატებულია ასეთი მუშაობები, ყველაზე მეტად ვინ მოგმართავთ ხოლმე და აი რა რეკომენდაციების მიცემაც შეგვიძლია მაყურებლისთვის მაგალითად. ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა რომ ეს თქვით, იმიტომ რომ ისე გამოდიოდა რომ ფაქტობრივად რაღაც პრობლემაში ვართ და არ გვეშველია. არა, შფოთვითი ან განრიდებითი ან დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის სტილი განაჩენი არ არის. საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში რა თქმა უნდა შესაძლებელია, არც თუ ისე იშვიათად, ამისგან განთავისუფლება და ნამდვილად ჯანსაღი მიჯაჭვულობის სტილის ჩამოყალიბება და პირველ რიგში ეს პროცესი იწყება პრობლემის აღიარებით. თუნდაც ფსიქოთერაპევტთან რომ მიხვიდე, ჯერ ნაბიჯი უნდა გადადგა და უნდა მიხვდე რომ პრობლემა გაქვს და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი როცა ამ თემაზე ვსაუბრობ არის ხოლმე რომ იქნებ ვინმეს რაღაც გაუსხლტეს, დაუტრიალდეს რომ აი პრობლემა მაქვს და აი თავისთავად ამოიცნოს. თუ ადამიანმა პრობლემა აღიარა, როგორც ამბობენ, ნახევარი საქმე გაკეთებული. ამის იქით ხა მნიშვნელოვანი ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილებების განხილვა, თვითონ ფსიქოთერაპია სწორედ ამ პროცესისგან შედგება, საუბრობთ მიღებული გამოცდილებების შესახებ და ძალიან ინდივიდუალურია. ეხლა ზოგი კითხულობს ხოლმე რამდენი ხანში. არავინ არ იცის. არის შემთხვევები, რომ პროცესია 2-3 შეხვედრაში გაქვს ინსაიტი და ასე ვთქვათ ემოციური გამოხდა, არის შემთხვევა, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს თვეები. შეიძლება წლებიც კი, არაერთი შემთხვევა ასეთი. პრინციპში უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ეს არ არის რაღაც როგორც უნივერსიტეტში ჩააბარებ და დაამთავრე და დიპლომს აიგე. ეს არის როგორც აი მე მომწონს შედარება, აი ბახსროული, რომ ყვავილებს მუდმივად უნდა მოს. შენ თუ კულტივირებ იმას, რომ შენ თავზე ზრუნავ დისციპლინაში ხარ და აი ამუშავებ აი ამ შენ შინაგან პატერნებს და ცნობიერად ცხოვრობ, სულ უნდა აკეთო, როგორც კუნთს თუ არ ივარჯიშებ, ის კი რაღაც მახსოვრობა აქვს იმ კუნთს, მაგრამ სულ უნდა ივარჯიშო, ესეა ეს პროცესი და ალბათ ეს ყველაზე არასწორი კითხვაა, რამდენი ხანი უნდა. ეს არის ცხოვრების სტილი, როცა მე ვიწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას და ამას ჯერჯერობით ცოტა ადამიანი აკეთებს, რაღაც ალბათ 10%-მდე, მაგრამ ესეც კარგია, რომ ეხლა არის ეს ტენდენცია ფსიქოთერაპია, სხვადასხვა ის რაღაცა რეტრიტები, რაღაცები, ალბათ კაია, ცოტა ძალიან იმაში გადავიდა, რაღაც გაპაფსავდა კიდევაც, თუმცა მაინც ალბათ სტაგნაციას ეს ჯობს რაღაც გაგება. რეტრიტი რო ახსენეთ, რაღაცა იქ იყო ჩემთვის ტრიგერი. ეხლა თავი შევიკავე ძლივს სანამ დაასრულე წინადადება, რომ რეტრიტებს პატივს ვცემ. ხო. ყველანაირი სულიერების პრაქტიკებს, აღმოსავლურს, დასავლურს როგორიც არის. თუმცა როდესაც საუბრობთ ფსიქოთერაპიულ პროცესზე, ეს არ უნდა ავურიოთ. რაღაც ასე ვთქვათ გართობასთან. ეს არის რეფლექსია პროცესი, მართლაც არაჩვეულებრივი მეტაფორა იყო, მადლობა მეტაფორისთვის, წყლის დასხმა ბაღის მოვლასთან დაკავშირებით და თან ეს ძალიან კარგი ანალოგია, იმიტომაც რომ ეს სცენარი თანდათან იზრდება და შენ გრძნობ და ხედავ რომ იზრდება. ამ პროცესში ჩვენ თანდათან ვიზრდებით. და აი ამ ზრდის განცდა არის მთავარი ინდიკატორი, რომ ჩვენ წინ მივდივართ და ჯანსაღდებით. და ამ კუთხით იმდენად სერიოზული პრობლემაა ზოგადად ფსიქოთერაპიაში გარკვეული სტანდარტების დაცვის, რომ აი რეტრიტზე ნამდვილად გქონდა ტრიგერი, რომ კარგად მოიკითხეთ სად მიდიხართ. კი. და ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოთმინება და აი ის უპირობო სიყვარული მივცეთ უკვე საკუთარ თავს, რომელიც შეიძლება არ გქონდა აღზის პროცესში, მაგრამ აი ამასაც დასწავლა უნდა, იმიტომ რომ როგორც წესია ესეთ ტრამვირებულ გამოცდილების ადამიანს ყველაზე მეტად აქვს პერფექციონიზმი, რომ აი დავინახე პრობლემა და დღესვე უნდა გადავჭრა, აი ის მოთმინება, რასაც ქვია, როგორც აი მცენარე სჭირდება გაზ და აი ზუსტად ეს არის, რაც ნელ-ნელა პატარ-პატარა გამარჯვებებს გაზეიმებინებს და შემდეგ დიდ შედეგებს ნელ-ნელა დავინახავთ და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მრავალწახნაგოვანი თემაა სინამდვილეში,
ესე ერთი პოდკასტით ვერ ამოიწურება, მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით და სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია ეს თემა გავშალოთ. მე მაქვს მაგალითად იდეა, რომ შეიძლება სხვა ფსიქოლოგიც იყოს, რაღაც ბევრნაირი versus ფორმატში შეგვეძლოს ამ თემის განხილვა და რაღაც დებატების სახეც მივცეთ. თუმცა აი ეს რომ შემეცნებითი, ასე ვთქვათ, ფორმატი ჩემს ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი და მე ვიმშვიდობებით ჩემ მაყურებელს. დიდი მადლობა, რომ გიყურეთ. დიდი მადლობა.